დღეს ვაკეთებთ ესეთ ალგორითმს, გმირის გზა ქვია. ამ ალგორითმს ეს არის არქეტიპული ალგორითმი, სადაც გამოყენებულია ჩაკრებიც, მაგრამ რაც მთავარია, აქ არის მთელი გზა, ჩვენი ყოფითი ცხოვრებიდან, ყოფიერებიდან, როგორ გადავდივართ მიზნისკენ, როგორ მივემართებით მიზნისკენ, საიდან იწყება ეს, რა გვამოძრავებს და რა ეტაპებს გავდივართ ამ გზაზე, როდესაც ვიწყებთ სვლას ჩვენი მიზნისკენ. ამისთვის 4-ად ვყოფთ ფურცელს, შუა ნაწილში აღნიშნავს ვაკეთებთ, ეს ვართ ჩვენ წრე და შემდგომ უკვე ყველა ნაბიჯს ვაკავშირებთ საკუთარ თავთან. პირველი წრე, რომელსაც ხადავთ, დავყოფთ პირობითად ამ 4 უჯრედს, კიდევ 3 უჯრედად, ესეთი პატარა ჩანართების სახით და ვიწყებთ ხაზზევე დავსვავთ ერთ პატარა წრეს. ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, ანუ ყოფიერება, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით გზის დასაწყისში. აქ შეიძლება ჩვენ ვიყოთ საკმაოდ კომფორტში, მაგრამ ეს არის ნახეთ როგორი ცხოვრება. ყოველდღე მე ვიხვიძებ, მივდივარ სამსახურში, ვაკეთებ ერთი და იგივე საქმეს. ვარ სრულიად ჩაფლული ჩემს ყოფიერ ცხოვრებაში. ყოფიერებაში აქ არ მაქვს არაფერი ჯერ არც მიზანი, ანუ კარგად თუ არ პრინციპში კომფორტის ზონაში ვარ, მაგრამ არაფერი არ მომოძრავებს. დიდად ჩვეულებრივად ვარ. თუმცა როგორც წესი, ეს ყოფიერი მომენტი, ყოველდღიურობა დიდხანს არ გრძელდება, რო გაკმაყოფილებს, გიჩნდება გარკვეული მოთხოვნები, სხვა, ანუ გადაგიწყებს შეწუხებას შენი შინაგანი მე, შენი გზა, რომელიც უნდა გაიარო, შენი პოტენციალი, რომელიც არის გამოსავლენი. და აი ეს პოტენციალი თითქოს გეძახის. შინაგანი ხმა გეძახის და მეორე წრე აღნიშნავს სწორედ აი ამ ძახილს, რომელიც არ იცი ჯერ რა არის, რა გეძახის, რაღაცამ გამოძრავებს უკვე თითქოს და გიჩნდება ეს უკმაყოფილობის გრძნობა იმ რეალობის მიმართ, რომელშიც ცხოვრობ აი ამ ყოფიერებაში. ახლა ამ ჩვენ ძახილსაც აი ასე ჩვენგან ნეიროხაზებით ვაკავშირებთ ჯერ ჩვენთან, რამოდენიმე ხაზით, ხო? რა თქმა უნდა შეიძლება თქვენ უკვე გქონდეთ ერთ-ერთი ესეთი გზა გავლილი და გექნებათ კიდევაც რა თქმა უნდა გავლილი, იმიტომ რომ ამ ეტაპებს ჩვენ მუდმივად გავდივართ და შემდეგ უკვე აი ნახეთ ამ წრეს ვაკავშირებთ უკვე სივრცესთან, ჩვენს გარშემო სივრცესთან, რომელშიც ცხოვრობთ. და შემდეგი ნაბიჯი ეს უკვე არის განზრახვა. ჯერ გვაქვს ესე იგი ძახილი, რომ ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ჩვენში რა გვინდა და მერე უკვე მესამე ნაბიჯი ეს არის, როდესაც იქმნება გარკვეული განზრახვა ჩდება ჩვენში, რა უნდა გავაკეთო, საით მინდა რომ წავიდე. და ეს განზრახვა, ეს უკვე არის გარკვეული მოძრაობა, ხო, მიზნისკენ, სადაც ვსახავთ ჩვენ გეგმას, როგორ მოვიქცე, რომ მივაღწიო სასურველს, გარკვეული განზრახვა ჩდება. არა შეიძლება აქ ჯერ კიდევ არ გქონდეს, ვთქვათ, ესეთი კონკრეტული ნაბიჯი გადადგმული, მაგრამ გონებაში უკვე გაქვს. მასაც ვაკავშირებთ საკუთარ თავთან, ნეიროხაზებით და შემდეგ უკვე სივრცესთან. აი ეს პირველი 4 კუთხედი, პირობითად რაც დავყავით, ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ ვერ გვხედავენ. ანუ ჩვენში ხდება ეს ჯერ ყველაფერი, ჩვენ არ ვართ საზოგადოებაში გასული და ცხოვრობთ ისე, რომ ჩვენ ვერ გვამჩნევენ, ანუ არ ჩანხარ შენ და ხარ რაღაცა კომფორტის ზონაშიც მაინც ცოტა. შემდგომ უკვე მეოთხე წრე ეს არის საზღვარი, ანუ ზღვარი, რომელსაც გადადიხარ. აი ეს უკვე არის მოქმედება, გავდივართ მოქმედებაში, გადავლახე
საზღვარი, გადავლახე რუბიკონი და გავედი ჩემი ამ კომფორტული ყოფიერებიდან, გავედი, გავაკეთე პირველი ნაბიჯი, გადავდგი და ამ საზღვრის გადალახვასაც ვაკავშირებ საკუთარ თავთან ნეიროხაზებით და შემდეგ უკვე სივრცესთანაც. საზღვრის გადალახვა ნიშნავს, რომ მე უკვე ისე აღარ ვიცხოვრებ, როგორც ვიყავი, ისე აღარ ვიცხოვრებ. შევცვლი ჩემ ცხოვრებას რადიკალურად და ამ ეტაპზე შინაგანად მზად ვარ მივიღო ყველაფერი, რაც შემდეგ დამხვდება. და შემდეგ არ იქნება მარტივი გზა. ახლა აღნიშნავთ, რომ აი ამ პირველ 4 კუთხედს ქვია ვერავინ მხედავს, პირობითი სახელებია რა თქმა უნდა. შემდეგი ნაბიჯი გვაქვს უკვე მოკავშირეები. მოკავშირეები ეს არიან ადამიანები, რომლებიც ჩემს გარშემო უტრიალებენ, გვაქვს საერთო ინტერესი, შეიძლება ეს მხოლოდ ადამიანები არ იყოს, ეს შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული მოვლენები, რაც ხელს მიწყობს. მე უკვე გადავდგი ნაბიჯი, გავედი, საზღვარს გადავცდი და აქ მე მჭირდება მყავდეს მოკავშირეები, რომლებიც ხელს მიწყობენ, მეხმარებიან, ჩემი მხარდამჭერები არიან, ჩემ იდეას უწყობენ ხელს, რომ განვითარდეს, განხორციელდეს, რასაც ვაკეთებ, ამ რისკენაც მივდივარ, ხო, უკვე ჩემი მიზნისკენ, აქ ჩემი მოკავშირეები მყავს. ადამიანების, მოვლენების, გარემოებების სახით და შემდეგ ამასაც, რა თქმა უნდა, ვაკავშირებ საკუთარ თავთან ნეიროხაზებით და სივრცესთან. ანუ ამ ქმედებით ვაძლიერებთ ჩვენ კავშირს და როგორც საკუთარ თავთან, ასევე სივრცესთან თვითონ ამ წრის. მოკავშირეები, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. და შემდეგი ეტაპი უკვე იქნება დაბრკოლებები, მეგობრებო, დაბრკოლებები, რომელიც აუცილებლად გვხვდება ჩვენ ამ გზაზე. დაბრკოლება შესაძლოა იყოს, ნახეთ როგორი. შეიძლება ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც სარკის ეფექტით ასახავენ ჩვენს შინაგან ბლოკებს. როგორც წესი, ასია, ადამიანი, რომელთანაც მოგდის კამათი, ის გაჩვენებს შენში არსებულ ბლოკს. ეს უნდა გვახსოვდეს. კომპლექტივისთანაც მოგდით, თქვენ ყოველთვის იფიქრეთ იმაზე, რას გაჩვენებს ახლა ეს ადამიანი ამ კონფლიქტური სიტუაციით, რა გაქვს შენში შესაცვლელი. აი ეს არის სწორედ დაბრკოლებები, რომლებიც გამოჩნდება ამ გზაზე, გამოჩნდებიან ადამიანები და სიტუაციები, რომლებიც გაჩვენებენ შენ რა გაქვს ახლა გასასწორებელი იმისთვის, რომ შენს მიზანს მიაღწიო. ამიტომ ყოველთვის დაბრკოლებას ასეთ გზაზე შეხედეთ არა როგორც რაღაცა პრობლემას, არამედ როგორც თქვენი ტრანსფორმაციისთვის აუცილებელ ნაბიჯს, რომ ეს უნდა დაამუშაოთ თქვენში და თქვენი ეგო უნდა დაამუშაოთ. ეს ყოველთვის არის ჩვენს ეგოსთან დაკავშირებული და სწორედ ამას რომ დავამუშავებ და გავდივარ და ამ ნაბიჯს ქვია გარდაცვალება, გარდასახვა, სიკვდილი, ტრანსფორმაცია, სხვადასხვანაირად შეიძლება დავარქვათ, მაგრამ ეს წერტილი ხა რაც წრით დავხატე, გარდასახვა ნიშნავს მომენტს, როდესაც მე ჩემ ეგოს ვამარცხებ, შიგნით არსებულ პრეტენზიებს, რაღაცას, რაც მიშლის ხელს რეალურად, რომ მივახციო ჩემს მიზანს, ეს არის ჩემი ეგო. ნახეთ, აი ამ ქვედა 4 კუთხედს ქვია კრიტიკის 4 კუთხედი. აი აქ მე გავდივარ დაცინვას, ამ დაბრკოლებებში შეიძლება ესეც იყოს, შეიძლება რაღაცამ დამცინოს, რომ
მე მქონდა გარკვეული კომფორტული სამსახური, სადაც ხელფასს ვიღებდი, ანუ რაღაცა ზონაში ვიყავ კომფორტის, მქონდა ჩემი შემოსავალი, მე ეს ყველაფერი დავტოვე და გავედი სხვაგან, ანუ მივდივარ რაღაცა მიზნის მისაღწევად და ეს ჩემი მიზანი ვიღაცისთვის შეიძლება იყოს სასაცილო. პირად მაგალითად შემიძლია ვთქვა, მაგალითად ვიღაცისთვის ის რომ მე ვთქვა, გავდივარ ტრანსფორმაციას და გავდივარ სწავლობ გარკვეულ ეზოთერიკულ ცოდნას ვიღებ, იგივე ტაროლოგიით დაინტერესება, მატრიცით დაინტერესება და ამის კარგად შესწავლა ჩემთვის არის ხა პრიორიტეტი, ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს დაცინვის საგანი, ხო? რაღაცა ეტაპზე შეიძლება ეს გითხრან და ცოტა ეს ხვდებოდეს შენს ეგოს ცოტა არა, შეიძლება კარგადაც ურტყავდეს შენ ეგოს, რომ რაღაც სხვა პროფესიის ადამიანი ხარ და თუმცა ჩემი პროფესია მაინც ახლოს არის ყველაფრით ასეთ სივრცესთან, მაგრამ მაინც არც იმდენად ახლოს, რომ ვიღაცისთვის ეს იყოს გასაგები და აი აქ, როცა მე მაინტერესებს ვიღაცის აზრი მაინც და ვარ ამაზე დამოკიდებული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ადამიანები მე რაღაცა მაკრიტიკებენ, ეს ნიშნავს, რომ მე მაქვს ეგო კიდევ დასამუშავებელი. მოკლედ ვამუშავებთ ამას გარდასახვაში და გავდივართ უკვე ტრანსფორმაციულ ოთხკუთხედში და აი აქ მე როდესაც მოვახდინე გარდასახვა ამ წრეში, შემდეგში ავიღე ძალის საჩუქარი. ძალის საჩუქარი მივიღე, მომეცამე საჩუქარი და უკვე ვიღებ შედეგებს. შედეგებს ვიღებ იმითი რაზეც ვიმუშაობ, რაც მინდოდა გარკვეულ შედეგებამდე გავედი, ხო? და შემდეგი წრე მაქვს უკვე პრაქტიკა. ანუ მე უკვე პრაქტიკაში ვახორციელებ იმას, რაც მაინტერესებდა, რისკენაც მივდიოდი. და მომეცა ამის შესაძლებლობა, რომ ეს უკვე გავაკეთო პრაქტიკაში. ახლა ამ შემთხვევაში ჩემზე კი არ ვსაუბრობ, გმირის გზაზე ვსაუბრობთ, ხო? ესე გმირმა გაიარა გარდასახვა და ამარცხა თავისი შინაგანი ეგო და თავისი ამპარტავნობა, ვთქვათ ესე, ვთქვათ რაღაცა გარკვეული ტრანსფორმაციის შედეგად მიღებული ცოდნით და გამოცდილებით მივიღე ასევე საჩუქარიც და მომდის უკვე პრაქტიკაში ყველაფერი, ანუ რეალობაში ვიღებ. ეხლა უკვე შემდეგი, აი ეს წრე, ეს არის აღორძინების წრე, როცა მე აქ შედეგებს ვიმკი, ჩემი აი ამ გზით, რაც გავიარებს, გავედი მე მივიღე ეს პრაქტიკაში და აღორძინება მაქვს სრული, ანუ ამ ყველაფერს მოაქვს უკვე ჩემთვის შედეგი. მივიღე ყველაფერი, რაც მინდოდა ამ გზიდან, მიზნიდან, რომლისკენაც მივდიოდი, მივედი ეს მიზანი ავიღე და უკვე შედეგი მაქვს ძალიან კარგი და აი აღორძინებაში ვარ. აი აქ გაიფუჩქნა მთლიანად ჩემი ნიჭი, პოტენციალი და უკვე შემიძლია რომ ახალ რეალობაში ვიცხოვრო. აი ეს ბოლო წრე აღნიშნავს გადასვლას ახალ რეალობაში. როგორ ხვდებით ამას, როცა ჩვენი ცხოვრება იცვლება, შეიძლება შეცვალოს საცხოვრებელი ადგილი, შეიძლება სივრცე შეიცვალოს, შეიძლება დახვდეს ამოგზაუროთ, შეიძლება ეს შენი ტრანსფორმაცია, ანუ მოგზაურობას და მოქმედებას უკავშირდება ყოველთვის, ამას ხვდები შენ სივრცეში მეტი არის, თქვათ ესეთი გარდასახვა, ანუ იქ აღარ ხარ, სადაც იყავი, საერთოდ სხვა რეალობაში ცხოვრობ. და აი ეს ბოლო ეტაპი, ეს არის ახალ რეალობაში ცხოვრება და ამ ახალ რეალობაში რას აკეთებ შენ უკვე ხარ სხვისთვის დამხმარე. შენ ამ ახალ რეალობაში, როცა შენ უკვე მიღწეული, გაღორძინება, გავლილი, პრაქტიკაში აკეთებ უკვე ყველაფერს და მიღებული გაქვს უკვე შედეგები, ახალ რეალობაში შენ ხდები როგორც მამოტივირებელი, მასწავლებელი შეიძლება ითქვას სხვა ადამიანებისთვის და უზიარებ შენს გამოცდილებას სხვებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, მეგობრებო, იმიტომ რომ ყოველთვის შენ რაღაცა ცოდნას როცა იღებ შენი გზის გავლით, სხვას უნდა გაუზიარო ეს ცოდნა და უნდა იყოს სხვისთვის მამოტივირებელი. აი ეგ მომენტი დგება ბოლოში აი ამ ახალ რეალობაში.
და ეს არის ფაქტიურად ზედა ოთხკუთხედი, ქვედა ოთხკუთხედი არის ტრანსფორმაცია და ბოლო ოთხკუთხედი ეს არის გამარჯვება. და აქ ეხლა მე სპირალის სახელიდან მივცე და დავაკავშირო ყველა წრე ერთმანეთს, როგორც გზა გამლილი, გმირის მიერ გამლილი გზა. და ნახეთ რას დააკვირდით კიდე, ხა ფერებსაც შემოვიდან და ფერებში არჩეული მაქვს ჩაკრების მიხედვით. ანუ ქვედა ჩაკრიდან გავდივართ ნელ-ნელა და ფერების მიხედვით დავალაგე, შევეცადე ისე დამელაგებინა, რომ ჩაკრებთან ახლოს ყოფილიყო, ანუ ესეთი კავშირიც გავაკეთე, იმიტომ რომ ჩაკრები ეს არის ჩვენი ენერგეტიკული წერტილები, ამას აქვს მნიშვნელობა, როცა გადიხარ ამ ტრანსფორმაციულ გზას, ყოველთვის მიდის შენ ჩაკრების ენერგეტიკულად ამუშავება, ამის მიხედვითაც მიდიხარ. მოკლედ აი ესეთი გზა გავაკეთეთ, ეს საკმაოდ კარგი ცნობილი ნეიროგრაფიული ალგორითმია და მომინდა რომ თქვენთვის გამეზიარებინა, ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო მისი შესრულება. რაც შეეხება ფერებს, მათზე უკვე ავღნიშნე, თუმცა თქვენ შეგიძლიათ საერთოდ სხვა ფერები გამოიყენოთ, ანუ თქვენ როგორც იგრძნობთ დასაწყისში, ვთქვათ, ყოფიერებაში რა ფერი გაქვთ, ანუ როგორ ცხოვრობთ, რა ფერში ხართ და მერე როგორ გაივლით ამ გზას. რა თქმა უნდა, შეიძლება ასახავდეს უკვე გავლილ გზას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ აი მიზანზე, რაც გვაქვს, თქვათ, ახალი მიზანი და როგორ გავიდეთ ამ მიზანზე, როგორ შევასრულოთ, როგორ მივიდეთ ჩვენ სურვილამდე, როგორ ავიხდინოთ სურვილი, ამაზე რომ გავაკეთოთ ეს და აქ თან თქვენ ნათლად დაინახავთ რეალურად რა გზას გადიხართ, როდესაც მიდიხართ ნებისმიერ სურვილამდე. გისურვებთ ყველას სუბუქად გაიაროთ ეს გზა, რაც მიგაახლოვებთ და მიგიყვანთ საბოლოოდ თქვენს მიზნამდე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეხლა არის ძალიან კარგი პერიოდი. ზოგადად ყოველთვის კარგია, როცა იწყებს სვლას მიზნისკენ, მაგრამ როცა თქვათ ასტროლოგიური პერიოდიც კარგი გემთხვევა იმისთვის, რომ დაამუშაო სხვადასხვა ბლოკები, მოხსნა სხვადასხვა რწმუნებულებები, რომლებიც აღარ გჭირდება და გაუშვა შენგან და ახალ რეალობაში გადახვიდე. სწორედ ესეთი პერიოდი გვაქვს ეხლა, ეს რამოდენიმე დღე და გირჩევთ გამოიყენოთ ეს პერიოდი და იმუშაოთ სხვადასხვა პრაქტიკით. მე წარმატებებს გისურვებთ კიდევ ერთხელ.